და მასში ბევრი დადებითიც არის. ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელია გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. ქალბატონო ეკა. საღამები მაყურებელს. საღამომშვიდობისა. სხვადასხვა შეფასებებია თავად თქვენს გუნდში, როგორც მე უკვე აღვნიშნე, რატომ მოხდა დოკუმენტში ასეთი კრიტიკული მუხლები? თვლით თუ არა თქვენ, რომ ეს მართველი გუნდის წარმომადგენლების არასაკმარისი ან არაეფექტური მუშაობის შედეგია? პირველ რიგში, გიორგი, ალბათ თქვენ გამოგჩათ ჩამონათვალში, როდესაც პოზიტიურ მხარეებზე საუბრობდით ამ რეზოლუციის, რომ იქ ასევე არის საუბარი მედიის თავისუფლებაზე, ასევე არის ნათქვამი, რომ ძალიან კარგია და მიესალმება საპარლამენტო ასამბლეა, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა რეფორმები მედიის თავისუფლების კუთხით და ეს შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ეს დააბრუნებთ. ისევე როგორც ალბათ თქვენ გამოგჩათ, საუბარი იყო, რომ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის როლი არის გაზრდილი, ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია მივიღეთ და ასე შემდეგ. იქ ძალიან ბევრი კარგი ჩამონათვალია. მე ყველა მუხლებს მივყევი, თუმცა მე კრიტიკული მუხლების გამოვყავ, თუნდაც მაგალითად, როდესაც მედიაზე ეგ საუბარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არის აგრეთვე შენიშვნები, მაგრამ მე უბრალოდ რა თქმა უნდა ყველა მუხლს ვერ გამოვყოფდი. გისმენთ, ქალბატონო. ბუნებრივია, მე რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოვყავი. მთლიანობაში რა არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია? რა თქმა უნდა, ეს არის რეკომენდაციები, რომელიც არის საყურადღებო მისი წევრი ყველა ქვეყნის ხელისუფლებისთვის და ამავე დროს უნდა გვავიწყდება, რომ ის რეზოლუციები, რომელიც აქამდე მიღებულა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში, იყო მართლაც მკვეთრად ნეგატიური და იყო უმწვავესი შეფასებები, სადაც საუბარი იყო საპროცესო შეთანხმებების მარკიენ ინსტიტუციაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობაზე ძალიან ბევრი კრიტიკა იყო. თუ შევადარებთ დინამიკას ამ რეზოლუციაში, რაც არის გამოყოფილი დადებითი კუთხით, ეს არის ყველაფერი, რაც უკვე მიღწეულია ამ 2 წლის განმავლობაში, რაც არ იყო წინა წლების რეზოლუციაში. რაც შეეხება იმ კრიტიკულ რამდენიმე დამატებას, რომელიც თქვენ ახლა წაიკითხეთ, რომელიც დაემატა ყოფილი საქართველოსი აცხადებს, რომ ასეთი მძიმე რეზოლუცია მას ჩვენ ქვეყნის მისამართით არ არის ეს სწორი. არ არის სწორი და იგივე ბატონელს შევახსენებ, რომ ყველაზე მძიმე მე მგონი იყო, ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ყველაზე მძიმე იყო ომის შემდგომ, როდესაც პირველი რეზოლუცია მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ და ომთან დაკავშირებით, როდის დაიწყო სამხედრო მოქმედებები აგვისტოს მოვლენთან დაკავშირებით, მის მე-6 და მე-7 პუნქტში საკმაოდ მძიმე ფორმულირება გაჩნდა, რომელსაც სხვათა შორის მხარი დაუჭირა იმ დროისთვის საქართველოს ხელისუფლების დელეგაციამ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა. წაიკითხეთ ის რეზოლუცია და მე მგონია, რომ ამაზე მძიმე ფორმულირება არ მგონია იპოვოთ თქვენ ამ რეზოლუციაში. ეხლა რაც შეეხება აი ამ რამდენიმე დამატებას, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მე პირადად მგონია, რომ მოდესაც მომხსენებლები, რომლებიც ამზადებენ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს, არ ეთანხმებიან არც ერთ ამ პუნქტს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და ხმა არ მისცეს მათ რეზოლუციას, სწორედ აი ამ პუნქტების გამო არ მისცენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მომხსენებლები, რომლებიც თავად ამზადებენ ანგარიშს, ისინი არ ეთანხმებიან სწორედ ამ მოსაზრებას. არ დაეთანხმა მას არც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც ასევე არ მისცა ხმა ამ რეზოლუციას და მათ თქვეს, რომ ეს არის ცალმხრივად მოწოდებული ფაქტები, რომელიც არ გადამოწმებულა საჭიროა დამატება იგივე, როდესაც თუმცა ქალბატონო, რატომ ფიქრობთ, მაშინ რატომ დაეთანხმა ამ შენიშვნებს უმრავლესობა ევროსაბჭოში? ისინი რატომ არ ფიქრობენ ასე? ფაქტია, რომ უმრავლესობით რეზოლუცია მიიღეს საბოლოოდ. ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენმა დელეგაციამ, ბატონი თედო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ის არის დელეგაციის ხელმძღვანელი, მოვახერხეთ სწორედ მომხსენებლების დარწმუნება და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დარწმუნება, რომელთაც მოითხოვეს ამ რეზოლუციის პროექტის უკან დაბრუნება. და პირველი პეიჯი, რომელიც 51-60-ზე გაიყო ხმები და ამის შემდგომ
მოხდა კონკრეტული შენიშვნების განხილვა, ამიტომ ამ პროცესს შევხედოთ მთლიანობაში და მე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო. ხალხო, უბრალოდ რომ არ გავხსნათ თემას, აი თქვენ თქვენ შეძლებთ მომხსენებლების დარწმუნება, სწორედ ამაზეა საუბარი. თვლით თქვენ რომ მაქსიმუმი გააკეთეთ, იქნებ იყოს შესაძლებელი კიდევ რამდენიმე დეპუტატის დარწმუნება და მაშინ ეს შენიშვნები საერთოდ არ მოხდებოდა რეზოლუციაში. ჩვენ არ მუშაობთ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში და როგორც სააკაშვილმა ერთად პირდაპირ ეთერში განაცხადა, საჩუქრებით რო დარბოდა სხვა ქვეყნის ხელისუფალთან და ასე შემდეგ. მე ამას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხალბატონო ეკა, მე გულისხმობ ისეთივე გზით დარწმუნებას, როგორითაც თქვენ შეძლებთ მომხსენებლების დარწმუნება საჩუქრებით. იქ არის სახალხო პარტია IPP, რომელთა ოჯახის წევრის გახლავთ ნაციონალური მოძრაობა, ისინი იყვნენ იქ უმრავლესობაში მონიტორინგის კომიტეტზე და მათთან სამუშაო დამატებით იქნება, იმიტომ რომ ის წინასწარ თავს მოხვეული არასწორი ინფორმაციებისგან გათავისუფლდნენ და რეალობაში დაბრუნდნენ. ამ კუთხით მუშაობას დელეგაცია ბუნებრივია გააგრძელა. თუმცა კიდევ ერთხელ ხალხს ვამბობ, საბოლოოდ მას 3 ხვიდან მხოლოდ 48 თითქმის ნახევარი, მაგრამ მხოლოდ 48 წინადადებები. შეიძლება წინადადებები დამასრულებელი. ჩვენ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით იგივე სახალხო პარტიასთანაც შეგვიძლია მუშაობა გავაგრძელოთ. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს რაც შეეხება, მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ. ჩვენ არავინ არ გვეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან ქვეყანაში. ჩვენ არავინ არ გვეუბნება, რომ კონკრეტულ საქმეზე რომელიმე ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლეს. ამას ვერ იტყვის ევროპის საბჭო. ეს არის კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ გამოსატანი გადაწყვეტილება. სასამართლოს ითქვა, რომ დამოუკიდებელია დღეს, არ იყო ადრე და აი დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება იგივე ახალაიასთან, სააკაშვილთან და რომელიმე მაღალჩინოსანთან დაკავშირებით. ის რომ არ არის აღფრთოვანებული ევროპის საბჭო და მისი წევრი ქვეყნის დელეგაციები, რომ ამდენი კრიმინალური საქმე გაიხსნა და ამდენი ბრალეული პირი გამოვლინდა წინა ხელისუფლების პერიოდში, რა თქმა უნდა არ არიან აღფრთოვანებული ამითი და არ ჩვენ არ ვართ აღფრთოვანებული, რომ ამდენი დანაშაულებრივი ფაქტი ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ხდებოდა. ფაქტია, რომ საქმეები გაიხსნა, ფაქტია, რომ ჩვენ მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა განვიხილოთ ეს საქმეები. ხალხო, მე მაინტერესებს თქვენი კომენტარი, მაგალითად თქვენივე თანაგუნდელის დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც ასეთი რამ თქვა. ევროსაბჭოს რეზოლუცია ჩვენთვის ნეგატიურია, ბევრი პოზიტიურიცაა აღნიშნული, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება კრიტიკას ექცევა. ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წელიწადნახევარი რომ წინასწარ პატიმრობაში ყავს, ბოლოს და ბოლოს რაღაცას გეტყვიან. ახალაია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით მსოფლიო რეკორდებს ხსნის და გინესის რეკორდებშია შესატანი. ამდენი გამამართლებელი განაჩენი ერთ ადამიანზე არასდროს დამდგარა. ეს ჩვენი სირცხვილია. მე არ მგონია რომ ეს ჩვენი სირცხვილი იყოს და არ ვეთანხმები რა თქმა უნდა ამ შეფასებებში ბატონ დავით ჩემი პატივისცემის მიუხედავად ეს არის სასამართლოს სფერო მისი იურისდიქცია და ვერ მივიღებთ ჩვენ ეხლა საკუთარ თავზე ვერც სირცხვილად და ვერც გამარჯვება და ყიჟინას ვერ დავცემთ რომ რომელიმე მოსამართლე მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება ჩვენ მივეცით თავისუფალი სასამართლო საზოგადოებას. ეს არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. იმ მოსამართლის პასუხისგებლობა რა გადაწყვეტილება გამოაქვს. ახლა ნუ დაგვავიწყდება რომ ახლა ეს მიმართ განაჩენი გამამტყუნებელი უკვე დადგა, მას მიესაჯა 3 წელი და 9 თვის თავისუფლების აღკვეთა და 5 დღეში სააკაშვილმა, რომელიც დღეს უკვე ბრალდებულია, შეიწყალა და გაათავისუფლა ის სასჯელის მოხდისაგან ისე რომ მისი სააპელაციო სასამართლო თხი არ იყო ჩატარებული. აი ეს არის რეალობა. და ამ რეალობებზე როდესაც საუბრობდით ჩვენ სწორედ ამიტომ იყვნენ მომხსენებლები წინააღმდეგი ამდაგვარი ფორმულირებების შეტანის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ტრაგედია კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ხელისუფლება განსხვავებით სააკაშვილისგან არ არის პრემიერ-მინისტრი, მოსამართლე ან პროკურორი. თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მან შეიწყალა ბაჩო ახალაია, ეს რა თქმა უნდა მისი დისკრეცია იყო იმ პერიოდში და მე ამასთან დაკავშირებით ისევე როგორც გირგულიანის საქმეზე შეიწყალა მკვლელები, მაგრამ ის არ იწყალებდა უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, რომლებიც არ იყვნენ მისი გუნდის წევრები. ასე რომ აი ეს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების საკითხზე ამჯერად უკვე გიორგი მარგველაშვილი იგულისხმებოდა, ზვიად ძიგური ჩვენი სტუმარი იქნება დღეს და ჩვენ ამ საკითხზე
ვისაუბრებთ უკვე იგულისხმება ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალება ამჟამინდელი პრეზიდენტის მხრივ. ქალბატონო ეკა, ვინაიდან ჩვენ საუბრობდით იმაზე თუ როგორ მუშაობდა დელეგაცია და რამდენად ეფექტურად მუშაობდა დელეგაცია სტრასბურგში, მე მაინტერესებს რამდენად მობილიზებული იყო თქვენი აზრით მაინც დელეგაცია. თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას თქვენ ასეთი რამ თქვით. ძალიან კარგი იქნებოდა რომ თინაც ყოფილიყო ამ სესიაზე, ვინაიდან ის დელეგაციის წევრია წესით. იმიტომ რომ საჭირო იყო ყველა პოლიტიკურ ჯგუფში მუშაობა და უნდა გადავნაწილებულიყავით. ანუ დელეგაცია არ იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, რამ შეგიშალათ ხელი, ან თუ გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია, რატომ არ იმყოფებოდა თინა ხიდაშელი სტრასბურგში, ეს მისი გადაწყვეტილება იყო პირადად თუ გუნდის? არა, ამთერ გუნდის თინა არის დელეგაციის წევრი, ძალიან მნიშვნელოვანია თინას ყოფნა ბუნებრივად ყველა სესიაზე და განსაკუთრებით ამ პერიოდში მან ვერ შეძლო სამწუხარო ჩამოსვლა და ამაზე ისაუბრა თავად თინამ. ის არის სხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ეს ალდეს ლიბერალ-დემოკრატები ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური ჯგუფში ვართ სოციალ-დემოკრატებში, მათ დაგვიჭირეს ჩვენ მხარი, აქ წმინდა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. არის ძალიან ბევრი ქვეყანა იცით თქვენ და ყველა ქვეყანას თავის დელეგაცია აქვს, რომელიც გადანაწილებულია სხვა პოლიტიკური ჯგუფში. ბუნებრივია თინას ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, იმიტომ რომ მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. მადონ თედო ჯაფარიძე, რომელმაც იმუშავა მაქსიმალურად დელეგაციასთან ერთად, ჩვენ ამიტომაც მივახციეთ იმას, რომ ძალიან საინტერესო იყო თავად პროცესი, როდესაც კენჭისყრაზე დადგა რეზოლუციის უკან დაბრუნების საკითხი და მთლიანობაში მივიღეთ რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური აღნიშვნებით და რამდენიმე იმ დამატებით, რომელზედაც ბუნებრივია ეხა ეს დამატებები არ ნიშნავს არც ვინმეს გამართლებას, არც ვინმეს დადანაშაულებას. მე აქ მგონია უფრო მნიშვნელოვანი სხვა აქცენტები, როდესაც ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თელ ძალისხმევას მიმართავდნენ, რომ ჩაეწერათ რეზოლუციაში, რომ ხელისუფლება დევნის უმცირესობებს, რომ ავიწროვებს მათ შორის რელიგიური ნიშნით. ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. მით უფრო, როდესაც საქართველოს აქვს სანქციები დადებული იმის გამო, რომ რუსეთის დელეგაციის წევრები ჩვენ არ შემოუშვით საქართველოში, რადგან იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ სანქციების მოქმედების ფარგლებში გაცილებით უფრო ფაქიზი უნდა იყო შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი გეუბნება, რომ ეს შენ ქვეყანას არ წაადგებათ, ამას ეუბნებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, სირცხვილი მათ, რომ ისინი სიხარულით და გულანთებულები მუშაობდნენ, რომ საქართველოს მიმართ ყოფილიყო ესეთი ჩრდილოვანი ჩანაწერები, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ცოტა ხანში ეთერში ვართ თქვენთან ერთად არ შეიძლება ყველას რუსეთის აგენტი ეცახო. არ შეურაცხყოფა მიაყენა ბორის ილევიჩს, ერთ-ერთ მომხსენებელს და პრორუსული ძალების წარმომადგენლად მოიხსენია. არ შეიძლება თელ სამყაროს ელაპარაკო ამ ლექსიკონით, ასეთი არასერიოზული ფორმულირებებით. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად გამოჩნდა, ძალიან კარგი იქნება შემდგომი ეტაპი, როდესაც მომხსენებლები ჩამოვლენ საქართველოში, კიდევ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსთან დაკავშირებით და მთლიანობაში ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან შთამბეჭდავ რეფორმებს. კონკრეტული საქმეები მიგვინდია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, მათ უნდა იყოჩაღონ და მართლმსაჯულება უნდა მიუძღვნოს ქართულ ხალხს და სამართლიანობის პრინციპის დაცვას და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესების გატარება. დიდი მადლობა, ჩვენ უნდა დავასრულოთ. მე უბრალოდ ვინაიდან თქვენ პირდაპირ ეთერში გვერდებით, აუცილებლად მინდა დაგისვათ ერთი შეკითხვა, რომელიც ამ თემას არ ეხება. ზვიად ჯანყარაშვილი, ახალი აღმასრულებელი მდივანი იყავს ქართულ ოცნებას, პარტია ქართულ ოცნებას. შეგიძლიათ მოკლედ განგვიმარტოთ, რატომ დადგა თქვენი შეფასებით პარტიაში სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა და რა ნიშნით შეირჩა ზვიად ჯანყარაშვილი? ეს იყო აუცილებელი და ძალიან საჭირო გადაწყვეტილება. ზვიადს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ორგანიზაციული კუთხით, ძალიან კარგი მართვის უნარ-ჩვევები აქვს, კომუნიკაციის კარგი უნარი და რაც თავარია, რატო გახდა ამ საჭიროება? ჩვენ ყველანი ვინც ვართ პოლიტიკური საბჭოს წევრები და ვინც ვართ აი ამ მართულ რგოლში, ყველას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო თანამდებობა და პასუხისგებლობა. ბუნებრივია ჩვენ ვერ მოვწყდებით ჩვენ თავარ საქმიანობას და ვერ ვიქნებით პარტია
აქტიულ საქმიანობაში იმ დოზით და იმ მასშტაბით ჩართული, როგორც ეს ჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში პარტიულ საქმიანობას. ვიაც აქვს შესაძლებლობა რა სრულად იყოს პარტიაში ყოველდღიურ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ჩართული ორგანიზაციულად მიეხმაროს პარტიას, იმიტომ რომ ჭირდება მართო პოლიტიკურ ძალას ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან გამოთავისუფლებული საჯარო სამსახურისგან და ძალიანად იქნებიან კონცენტრირებული პარტიის საქმიანობაზე. სწორედ ამიტომ დავამატეთ ჩვენ ეს დამატებითი რგოლი, აღმასრულებელი მდივანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და ზვიადის გამოცდილება და მისი შესაძლებლობები იქნება გამოყენებული პარტიის კიდევ უფრო აქტიური შიდა საორგანიზაციო ძალიან სერიოზული მუშა პროცესისთვის. დიდი მადლობა. ჯერჯერობით ზვია ჯანყარაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს აცხადებს, იმედი გვაქვს რომ ის უფრო გაიხსნება მედიისთვის. დიდი მადლობა. ეკა ბესელია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ახლა გადაცემას უკვე